ჩამოვედი. სოფელი არაშენ და ყოჩაღების ქუჩა ნომერი 1. და რა გონია თუ ვინ ცხოვრობს აქ? სემესტრო! აი თქვენ როგორ მოიქცოდით, სახში ასასვლელია. და ამხელა უზარმაზარი ძაღლით ძვლებით წევს ვიწროში. გარისკავდით გავსვლას თუ არა? ქუჩის ძაღლი იყო, მოკლედ ვიღაცამ გაუშვა, მე ეტყობა მუნიციპალურმა დაიჭირა ბილკა ადევს ყურზე. უნდა გითხრა ჩემო ერთგულო მეგობარო, რომ ეს არის ჩემი მეკლე წელს. რო ატყდა ბათქაბუთკი გლიჯა კარებს სიხლი და შემოვარდა. რაც ეს მეყულია, იმის მერე კარგად მიდის ყველაფერი და მემრე ვნახოთ რა სიზამს. რაღაცებს ჭირთეფერტობს. ერთხელ აი ჩემმა ყოჩაღმა თავის ვენახში მამუშავა მთელი დღე და მე აღმოჩნდა დღის ბოლოს რომ თურმე სხვის ვენახში მამუშავა, მაგრამ რა მექნა, აბა უკან ხوار წავიღებდი ჩემ შრომას. თითქმის 100 კილომეტრი ისე გამოვიარე რომ ამის მეტი ძაღლი არ შეხვდა. იცი. ამიჩო. ესე იგი მე მაგ სხვათა შორის ძალიან მაგარი ხერხი მაქვს მოფიქრებული რა. სეზონი რომ თავდება ხოლმე ძალიან ბევრი მონადირე ძაღლი რჩება უპატრონო. ზოგი იკარგება, პატრონები რომ ნახავენ რომ ვერ ინადირა ძაღლმა, ტოვებენ, ზოგი ბებერია. ამ ძაღლებს ვიჭერ გენაცვალე, მომყავ სახში, გავრეცხავ, გავასუფთავებ, ვაბანავებ, მოვლი. მერე ვჩუქნი კეთილ ადამიანებს. აი ეს არის ზაზას ძაღლი. ეს მე და შენ ორივეს ერთად შეგვჭამს რომ მაინდომოს. ამაზე დიდები იქით არიან, არა მარტო მამას მიეხმარებიან სავარაუდოდ. ვინ უნდა შემჭამოს, აბა შაქარი და მურაბა ძაღლია. მოდი ჯუგრი, მოდი. ეს არის პიკასოს ბიჭი. აი შერაგი. აჰა, აგერ დაგიყრი და როცა გეცლება, მოდი და მიირთვი. მოდი. ჩუგებთან ერთად შენ პრაქტიკულად ადამიანებსაც დაეხმარები. ნახე რა საინტერესო ადგილია სოფელ ზიარში. აი ესე მოდიან ადამიანები და სათამაშოებია, ტანსაცმელი და ტოვებენ. მოდი მეც დავტოვებ. ძალიან დიდი ხანია ამას მანქანით ვატარებ. ხოდა, ნამდვილად არ მეგონა აქ თუ წავაწყდებოდი ეგეთ ადგილს, მაგრამ აჰა. კონტრიბუცია გაკეთებულია. ნახე იმას გავს რა ქვია. ავსტრალიურ მეცხვარეს, ხო? მოდი. მოდი ჩუგრი. გურჯაანული კოლი, გაიცანით. მოდი. აი ესე მოვდივართ. ანტიკუნტად ხდება ძაღლები. არ ვიცი რაშია საქმე. აი ესეთი მოშიებული და ესეთი ცუგოები რომ ხდებიან, განსაკუთრებით მაშინ ხდები ხოლმე რომ ესე იგი სწორად ვიქცევი რომ ესე დაუბოდიალობ და ვეძებ. ნუ გეშინია, ნუ გეშინია. ჩემო თელაო სიმღერა ხო იცი რა თქმა უნდა. მეწოდინება ალბათ. როგორ არის კაცო იცი? ეგ შენი მთები რა. ხო. ხოდა ერთი ლაზუიაშვილია ჩვენი მეგობარი და ერთმა კაცმა უთხრა რა, სუფრაზე იყვნენ და მაიტაო ის სიმღერა დაუკარიო მთელი ტექსტი რომ გურჯაანზეაო და ბოლოში ჩემო თელავო მივატებული რომ თელავს უახლოვდებით, წინანდალში ვართ, ექსესების გარეშე მოვდივართ, მაგრამ ცუგებიც არ არიან ჯერჯერობით. ხო, ეხლა წინანდალზე გამახსენდა რა, ჩემი ძმაკაცის ბებია მათქვა. ლენინი რომ მოკვდაო, ჩავიცვითო შავები წინანდლელმა ქალებმაო და წავედით თელავშიო რომ ალბათ ცენტრიდან გაასვენებენ, მაწინანდალში ვინ ჩამოგისვენებს ლენინსო. იაო, ჩუგები, იაო. ხო. მი. შენს გაგიმასპინდები ახლა, ნუ გეშინია? მოკლედ თელავამდე ისე ჩამოვედით. ბევრი ვერაფერი ვნახეთ რა. გითხრათ რომ მთელი ქვეყანა დავაყურეთ, არა. ეხლა გადავწყვეტეთ რომ საკუთარი თავი დავაყუროთ და სადღაც მომიყვანა და ძალიან მაგარ ადგილზე, სასადილო ნომერი 1. ყველაზე მაგარი სასადილო მთელ თელავში. რომელიც დაკეტილი დაგვდა. ეტყობათ კვირა დღისით არაშია თელაველი. არაშია თელაველი კვირა დღის. ისე საყვარელია. აჰა, კიდე ერთი მოვიდა. მე სხვადასხვა ფერის თვალებით. აი ქალაქია პრინციპში თელავი. მიყვარს ძალიან. ესე იგი, ერთი დაკვირვება მინდა გაგიზიაროთ. კახეთში ძაღლები არიან ძალიან შეშინებულები. რატო კახელებო რა ხდება? რას აშინებთ ამისგან? რას ერჩით ამ წუგოებს? დიდი უნდა იწინა.
ეთხოვენი და ხრინვა ერთმანეთს როგორ უხდება. აჩ. პანორამა წყობისთვის. აბა ჩემო შენი ეშინია, რაღაცა ბრაზიანი. იარ ეშინია უბრალოდ ამცის ქეკაცი რო აჭმევს ეგეთ გამხდარ ცუკაც არ მოსწონს მოდი მოდი. მოდი ჩუქა მოდი გენაჩვალი მოდი აჰა იცი შეგარგოს ხმეთმა ვაი ამას რაღაცა ვერ აქვს ჯერთ. მოდი ჩორნა მოდი. შენი კაი ნაკვები ჩანხარ მაგრამ შენს გეკავთოს. კიდე ერთი ჩორნა ვიპოვე. მოდი. ეს სოსისი მოვიდა. სოსის. ცუგო. საწახვედი კაცო, შენც უნდა გაჭამო, მოიცადე. ვაა, ნეტა რა ვაწრენია ეგეთი. აქ მარტო ცხოვრობ ამ დღეში? ამ არაფრის შუაგულში. აბა მიდი. დედმამიშვილები დაპყრობილი რაგან ქები არიან ყურები აქვს დაჭრილი და გადაყრილები არის. იმას ცალკე მიუყარი არ აწმევენ ეს გავხდები ვერით მე. ხელი არ მომაჭამო. შენც მოგწემ, აბა. შენ უფრო ნაზი არსება ხარ, ხო, როგორც ვატყო. ცეტი ხარ, ცეტი. ჯამო, მოდი გაჭამო, მოდი. მოკლედ დამთავრდა ეს ჩვენი მოგზაურობა. ისეთ ნაწილში შემოვედით უკვე, რადგან ზუგები აღარ იქნებიან სავარაუდოდ ტრასაზე ვარ და ალბათ რაღაც ფილოსოფიური შეჯამების დრო მოვიდა. ფილოსოფიურ შეჯამებამდე მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ვოიაჟით, ამდენი ბედნიერით სუგას აღთოვანებული მზერით. მე და შენ ჩვენი 26 წლიანი ძმაკაცობის მანძილზე ჩადენილი ბევრი კარგი ამბავი თუ ცუდი ამბავი თუ სისულელე თუ გავიხსენეთ რაც ჩაგვიდენია ჩვენ ცხოვრების განმავლობაში და აი ფილოსოფიური დასკვნა ეგ არის რა, მოკლედ რომ შეიძლება სპეციალურად არ წახვიდეთ ზუგების დასაყურებლად, მაგრამ ამას მოგზაურობა დაარქვათ, მეგობარი ჩაისვათ გვერდით, ცოტა საჭმე საკვები ჩაიგდოთ და იმათაც გაახარებთ და თქვენც გაიხარებთ. რადგანაც ყველაფერში ოპტიმისტები უნდა ვიყოთ. მართალია ამ ჯერზე წინააღმდეგივით ვერ დავცადეთ. მაგრამ ეს რას ნიშნავს, რომ შემდეგი მოგზაურობისთვის დავჭასავთ. რა თქმა უნდა, ეს უკვე ახალ თავგადასავალი ნიშნავს. ასე რომ მოკლედ იცუგობრეთ რა ჩვენთან და რაც თავარია ცუგოებთან. აბა